აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 92 წელი საგანმანათლებლო სივრცეში. თითქმის საუკუნოვანი ისტორია, მაღალი რეიტინგი, თანამედროვე გამოწვევები და სამომავლო გეგმები. სამშაბათს 18 თებერვალს საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შაულა კირთაძე და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი იმერი ბასილაძე ისაუბრებენ. ყოველ სამშაბათს 19 საათზე ტელეკომპანია რიონისა და რადიო რიონის ეთერში FM 105.5-ზე პროფესიონალები აქტუალური თემების ირგვლივ ნანა რობაქიძესთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა რომ მოგწადით. მივესალმებით ტელეკომპანია რიონს, რა თქმა უნდა, მაყურებლებს მივესალმები და სათვართ ყოველთვის თანამშრომლობისათვის ძალიან ტრადიციული წარი და ბატონო და ამიტომ მივესალმებით. ძალიან სწორად აღნიშნეთ, 92 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პირველი ლექცია ჩატარდა როგორც უმაღლეს სასწავლებელში ჩვენ შენობაში, ესე რომ თქვა, ჩვენ ძირითად კორპუსს როგორც უძახით და ვინ თუ არა დიდმა გიორგი ახვლედიანმა წაიკითხა ეს ლექცია და იმის მერე როგორც უმაღლესი სკოლა მოდის და დღეს არის სამი უნივერსიტეტის ნაერთი, სხვა ისინი შემოერთებულები არის კიდევ, მაგრამ ძირითადად არის სამი უნივერსიტეტის ნაერთი, ეს არის თავისთავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც იყო ყოფილი პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე. ეს არის საქართველოს ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი ნიკო მუსხელიშვილის სახელობის და ასევე საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტი, რომელიც სხვათა შორის იშვა ქუთაისში. პირველი 2 წელი აქ სწავლობდნენ და შემდეგ მოუწიათ აფხაზეთში გადასვლა, მაგრამ ვიტყვი რომ ნამდვილად ძალიან ძნელიც არის და ალბათ იმაუბედითი პერიოდის დამსახურება, რომ მოუწიათ ქუთაისში დაბრუნება, თორემ ნამდვილად ეს არის იქ იყო უდიდესი ტრადიციის უმაღლესი სასწავლებელი და თქვენ წარმოიდგინეთ ამ უნივერსიტეტს ზუსტად შეიძლება წელში 75-76-დან იქ კონდათ სადისერტაციო საბჭო და ესე რომ ვთქვათ, იმ პერიოდში მეცნიერებათა კანდიდატის და მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების უფლება ჰქონდა. კი ბატონო, ხო, მაგრამ და ეგეთი ის არის და ეს სამი უმაღლესი სკოლის ნაერთია. დაახლოებით 10,000 სტუდენტი გვყავს, დაახლოებით 1000 უცხოელი სტუდენტი გვყავს, 102 პროგრამა გვაქვს, ვახორციელებთ ყველა საფეხურზე სასწავლო პროცესს, ბაკალავრიატი, 300 კრედიტიანი, ასევე მედიცინის პროგრამა, ასევე მაგისტრატურა, ასევე დოქტორანტურა და პლუს ამას გვაქვს პროფესიული პროგრამებიც, რომელიც საკმაოდ მიმზიდველია დღეს ჩვენი დიდი კომფორტია, ძალიან დიდი კომფორტია ბატონ შაულა, იმიტომ რომ ჩვენ რაიონები გვესაზღვრება და შესაბამისად ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომი ხდება უნივერსიტეტი. კი ბატონო, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როდესაც მუშაობს, ეს მარტო ქუთაისს არ ეტყობა, ეს ეტყობა მთელ რეგიონს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტუდენტი დადის სახლიდან, მე ამ შემთხვევაში გულისხმობ თქვა ხონიდან დადიან სტუდენტები თერჯოლიდან, ახლობდებარე მუნიციპალიტეტებიდან დადიან, დილით მოდიან, საღამოს მიდიან და ესე რომ თქვა, ეს კავშირი ქუთაისსა და მუნიციპალიტეტებს შორის კიდევ უფრო მეტად სიცოცხლის უნარიანია, ამას ვიტყვი და ესეა. მობილობა დასრულდა 135 სტუდენტი მაისარგებლა გარემობილობით, ძალიან ბევრ პროგრამაზე. ანუ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოუწიათ გადმოსვლა, საფხულში 256 გადმოვიდა, მე თუ არ ვცდები, და ეხლა 135 ზოგადად ზამთრის მობილობა
უფრო ეს არის ესეთი სინაკლულით გამოირჩევა რაოდენობის მიხედვით, მაგრამ ესე ძალიან მაღალი მაჩვენებელია. თქმა უნდა. კი ბატონო, ბევრი და ზოგადად კანონის თანახმად თუ ერთ სასწავლო წელს არ გაივლი იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხე, არა გაქვს უფლება მობილობით ისარგებლო და აქედან გამომდინარე პირველ კურსელები პირველ კურსელები ვერ სარგებლობენ. ამიტომ და შიგამობილობაც იყო საკმაოდ დიდი, ესე რომ ვთქვათ, გადაადგილებები მოხდა. დაახლოებით 240 იყო განაცხადი ამ მხრივ და ესე რომ ვთქვათ, სიცოცხლის უნარიანობა კედლებმა შეიგრძნეს ორშაბათიდან გუშინდელი დღიდან. რა თქმა უნდა, გამოცოცხლდა სტუდენტების გარეშე მე ნამდვილად ვიტყვი, რომ არ აქვს ხალისი საერთოდ არაფერს და შივილხივილი და რა თქმა უნდა შივილხივილი რომ იყო გუშინ დღეს სხვაგვარი შეგრძნება გაქვს ადამიანს და ამას ყოველთვის ვიტყვი და მე ზოგჯერ მახსენდება რა მძიმე პერიოდი იყო კოვიდის პერიოდი, როდესაც უნივერსიტეტის ეზოში ამ ქვაფენილებს შორის ბალახი რომ ამოვიდა, როგორ გული დამწყდა, იცით? რომ მოძრაობა რო არ იყო და მკვდარი იყო, დედამიწა იყო მკვდარი. ქალაქს ვინდა ეწევდა, კი ბატონო და აი ეს იყო და ეს არასდროს არ უნდა მოხდეს, ამას ვიტყვი პირველ რიგში და სიცოცხლე ნამდვილად უნდა გავდეს, ქარიშხალს ყოველთვის როგორც ბატონი ტარიელი იტყო და ჩანქსელიანი მისი თავისი ცნობილი ლექსით და ესე უნდა იყოს. ძალიან კარგი, 10,000 სტუდენტი. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ უნივერსიტეტი არა მხოლოდ ინარჩუნებს თავის რეიტინგს, არამედ მზარდია ეს რეიტინგი და აქედან გამომდინარე დაინტერესებაც დიდია ახალგაზრდების, ის მობილობაც ამის მაჩვენებელია. ალბათ და ისტორია, რომელსაც ისტორიის ფურცლები, ნაწილი ისტორიის, რომელსაც ძალიან ისე ზედაპირულად შევეხეთ, იმიტომ რომ გადაცემა თავისთავად ამის საშუალებას არ გვაძლევს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და 92 წლის მანძილზე შეინარჩუნო საგანმანათლებლო სივრცეში შენი ავტორიტეტი, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს დამსახურება არის თითოეული ადამიანის, ვინც უნივერსიტეტში მუშაობს, რა თქმა უნდა სტუდენტების და ახალგაზრდების და რა თქმა უნდა თავკაცის, ვინც ხელმძღვანელობს უნივერსიტეტს. დამეთანხმებით ალბათ ბატონო იმერი. დიახ, პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მართლაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრება და არსებობა, რომ ის არის ერთ-ერთი საგანმანათლებლო ღერძი, უდიდესი ღერძი, კერა დასავლეთ საქართველოში და ჩვენ ასე ვთვლით უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე დიდი საგანმანათლებლო კერა დასავლეთ საქართველოში არ არსებობს და ეს ალბათ განაპირობა იმ ისტორიამაც, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, რომ 1933 წლის 13 თებერვალს შედგა პირველი ლექცია და იქედან იწყება ისტორია და დღეს უკვე უნივერსიტეტში მეხუთე თაობა აგრძელებს იმ დიდ ტრადიციებს, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა გიორგი ახვლედიანმა, ივანე ბერიტაშვილმა, დიმიტრი უზნაძემ, გიორგი ჯიბლაძემ, გიორგი ჯოწენიძემ და ორიფეების გვარებს ასახელებს და სასიამოვნოა და ასე შემდეგ და აი ამ ორიფეების ეს ტრადიციები გრძელდება და ამის დამსახურება მარტო ის არ არის დამსახურება, რომ 10,000-მდე სტუდენტი ხავს ჩვენ, არამედ დამსახურება ის არის, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ყველა ფაკულტეტი, ყველა რგოლი, რომელიც არსებობს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აი არის ერთი გუნდი და თანამშრომლობის ნიადაგზე იქნება მაღალხარისხიანი აკადემიური პროგრამები და აკადემიური პროგრამების ხარისხიც ალბათ განაპირობებს სტუდენტთა სიმრავლეს. ბატონო ნანა და როგორც ბატონმა შალვამ აღნიშნა, ის მობილების პროცედურებიც ამის ერთ-ერთი დამახასიათებელი არის და
ამ თვალსაზრისით უნივერსიტეტის ხარისხის სამსახური ფაკულტეტის ხარისხებთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იყოს უნივერსიტეტში აკრედიტებული პროგრამები და მე მინდა აგრეთვე ხაზი გაუსვა εμას და ტელემაყურებელთა საყურადღებოდ, რომ ჩვენ სექტემბრის თვეში ვიყავით ჩვენ წინა სექტემბრის თვეში გადაცემაზე აქ თქვენთან მოვიწვიეთ, რომ 17 სექტემბერი იყო უპირობოდ მიიღო ყოველგვარი ანგარიშის, თქვა, ერთი წლის ანგარიშის ან ორი წლის შემდგომ ანგარიშის წარდგენის გარეშე მიიღო ავტორიზაცია და ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი, რომელიც მიღწეული იქნა ბატონი შალვას ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით, კანცლერის, ხალხის სამსახურის რექტორის მოადგილეობით. ყველა იყო ჩართული მარტო ხელმძღვანელობა არა და მათ შორის ბატონი იმერი და ფაკულტეტი და ყველა სტუდენტიც მოწედინებული იყო ერთიანი გუნდი იმისა, ელოდებოდა იმ შედეგს, რა შედეგიც დადგა, რომ უნივერსიტეტი დღეს არის 10,000 სტუდენტით წარმოდგენილი და იმ საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული პროგრამებით, რომელიც დღეს მოთხოვნადი არის არა მარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ მოთხოვნადი არის მთელ საქართველოში და გარკვეულწილად ქმნის ამინს ქუთაისში, იმერეთის რეგიონში და მის მახლობელ რეგიონში იმისა, რომ აგაგიწერეს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ტრადიციულად ან 90 წლის განმავლობაში, როგორც ის ზრდიდა კვალიფიციურ კადრებს, ისეთივე კვალიფიციური კადრები გამოუშვას იმისათვის, რომ ჩვენს განათლების სისტემას, ჩვენს ეკონომიკას ეშველოსა და აყვავდეს საქართველო როგორც სახელმწიფო ერთიანი და ძლიერი და მთლიანი. დიდი მადლობა. მე ქალბატონო ნანა რაღაც მინდა დავამატო, ეს ისტორია ითქვა, ეს ნამდვილად უდიდესი ისტორია, ბატონი იმერი არის ცოცხალი მემატიანი ამ უნივერსიტეტის და ამასთან დაკავშირებით ის წლები ამუშავებს, ჯერ კიდევ ბატონი გიორგი მჭედლიძესთან ერთად მუშაობდა და ერთად არიან მაშინ წიგნის ავტორები, რომელიც უნივერსიტეტის ურალთარიღებთან დაკავშირებით გამოვიდა და ეხლაც გამზადებულია 1200 გვერდიანი, 1204 ფორმატის წიგნი და რომელიც მალე იხილავს დღის სინათლეს და ესე რომ ვთქვათ, ეს ჩვენი უნივერსიტეტის ისტორია. მაიმე ეს ძალიან კარგია ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან დიდი მოცულობით და ესე რომ ვთქვათ, იმის ნათელი მაგალითი თუ რაოდენ დიდი ისტორიის და რაოდენ დიდი აწმოსიც. ამასაც ვიტყვი. აუცილებლად. მაგრამ იმას ვიტყვი, რომ უფრო დიდი მომავლის. კი ბატონო, 15 წელს უსრულდება უნივერსიტეტად გარდაქმნის სექტემბრის თვეში ჩვენს უნივერსიტეტს და 35 როგორც უნივერსიტეტად გარდაქმნის 90-დან 35-მდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იყო ჩამობრძანებული ჩვენი მაშინდელი პედაგოგიური ინსტიტუტის გადაკეთება გარდაქმნა რომ მოხდა და კურთხევა მოხდა პატრიარქის მიერ და აუდენ დიდი მადლია ეს კიდე პლუს 3 სექტემბერს დაიწერა ბრძანება უნივერსიტეტად. და ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, იმიტომ რომ ისე 20 სექტემბერს ჩატარდა ესე კურთხევა 20 სექტემბერს ჩატარდა. დიახ, აი სპეციფიური იყო, პედაგოგიური ინსტიტუტი იყო, ახლა არჩევანი გაიზარდა და უფრო მეტი შესაძლებლობებიც აქვთ ჩვენს ახალგაზრდებს და ის წიგნიც რომელიც უნდა გამოვიდეს და დღის სინათლეს მალე დაინახავს, ალბათ ბევრისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომ რაც შეიძლება სიღრმისეულად გაეცნოს თითოეული ადამიანი ისტორიას, საუკუნოვან ისტორიას. მართლა სატრაბახოთ გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ბევრი სასწავლო დაწესებულება რატომღაც სხვადასხვა მიზეზების გამო დაიხურა. უნივერსიტეტს ამის საშიშროებაც კი არ ქონია არასოდეს და ამასაც ამაშიც ძალიან დიდი დამსახურება. ერთი რაღაც მინდა დავამატო, ქალბატონო ნანა, იმ წიგნს საიკითხავს ნახავენ უნივერსიტეტის გარდაქმნა უნივერსიტეტის, ანუ პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებიდან მე-5 წელსვე იყო უკვე მიზნად დასახული ეს ბატონი კორნელი კეკელიძის კი ბატონო და მასა აქვს ამასთან მიძღვნილი სტატიაც და ესეთი მოსაზრებაც იყო სერიოზული, მაგრამ ავაც ახსენებელი 37-ის 38-ის პერიოდმა ხელი შეუშალა. მე თქვენ წარმოვიდგინეთ 46 წელს საბჭოთა კავშირის განათლების მინისტრი იყო ჩვენთან ჩამოსული და მანაც დააყენა ესინა და მე კიდე იყო და მე
როგორც იქნა ხო იქ რო არის ეღირსებაო ლუხუმსალა შარის გორსეს შადგომაო და ესე მოგვიწია ეს არის რომ პროფილი 60-იან წლები სოხუმი ასე შემდეგ და სხვადასხვა მომენტები იყო მრავალპროფილიან უნივერსიტეტად იქცა თავისთავად უნივერსიტეტი ამას განაპირობებს რომ ახალი კათედრები შეიქმნა ახალი სპეციალობები და ეს ბატონმა შალვამ თქვა რომ აი რამოდენიმე უნივერსიტეტია გაერთიანებული და საქართველოში ფაქტიურად ასეთი მრავალპროფილური უნივერსიტეტი არ არის ხო? აი აგრარული ფაკულტეტი, საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტი, საინჟინრო ტექნოლოგიური, ჰუმანიტარული ბიზნესი, სამართალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მედიცინა. მედიცინაც კიდევ და აი ერთი შეხედვით შეიძლება იოლი არის მართვა, მაგრამ არა. უფრო რთული არის მართვა სხვადასხვა აკადემიურ პერსონალთან, მაგრამ აი ეს არის ალბათ უნივერსიტეტის ძალიან დიდი ნიშნა, რომ ერთი გუნდი შეიკრა ამ სხვადასხვა სპეციალობებისა და იქნება მაღალხარისხიანი აკადემიური პროგრამა. და ამ გუნდის სულია რომ იყოს მაღალი რეიტინგი. რა თქმა უნდა, გასული სასწავლო წელი მეორე მხრივ იყო გამორჩეული, მაგრამ ერთს იმასაც დავაყენებ, რომ ჩვენ გვყავს უკვე ორმაგი დიპლომის მფლობელი სტუდენტები, ლაკვილას უნივერსიტეტთან გვაქვს ესეთი ურთიერთობა, იტალია, ასეთი ურთიერთობა გვაქვს სილეზიის უნივერსიტეტთან პოლონეთი, უკვე მიღწევა, მოლაპარაკებები დაწყებულია და წინა პირველადი მიღწეულია, ანუ შეთანხმება მიღწეულია რენის უნივერსიტეტთან ერთად გავცემთ ორმაგ დიპლომს და გვაქვს გეგმაში რომ ამ მხრივ კიდევ უფრო გავაფართოვოთ არეალი ნახოთ პოლონეთის უნივერსიტეტთან მიდის მოლაპარაკები და ბევრი სხვა. მოდით ბარემ ვთქვათ ბატონ შალვა, რა პრივილეგია აქვს ორმაგ დიპლომს? რატომ არის სასურველი თითოეული ადამიანისთვის ევროპული განათლება დღეს რო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ყველამ ვიცით, ძალიან ბევრი სტუდენტის სურვილია რომ რაღაც დოზით განათლება მიიღოს ევროპაში და ჩვენ ამას აქედანვე ვაძლევთ ამის უფლებას, ხელშეწყობა აქედანვე არის მაქსიმალური და იღებს როგორც ევროპის უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს, ასევე ჩვენ უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის რიოლი, ამას უდიდესი შრომა სჭირდება, საკმაოდ დიდი ნებისყოფაც სჭირდება ამას ვიტყვი და ჩვენ მაქსიმალურად გვინდა შევუწყოთ ყველა ასეთ მოწადინებულ სტუდენტს, რომ მიიღოს მაქსიმალური განათლება თუნდაც ჩვენი უნივერსიტეტის ტრამპლინიდან ამას ვიტყვი. ძალიან კარგია. როდესაც ლაპარაკობთ წარმატებებზე, ბუნებრივია თანამედროვე გამოწვევებზეც მოგვიწევს საუბარი, იმიტომ რომ ტექნოლოგიები იმდენად წინ წავიდა, ისეთი სიახლეები გვაქვს, ნანოტექნოლოგიებს გულისხმობ, ბუნებრივია რომ არის რაღაც ნიუანსები, რაც შესასწავლი ან შემოსატანია უნივერსიტეტში და შემდეგ უნდა მიეცეს მას გავცობა. ამ კუთხით რა გამოწვევებზე შეგიძლიათ ისაუბროთ? არის თუ არა? ზოგადად არის თუ არა ეს გამოწვევები უნივერსიტეტში? ეს რა თქმა უნდა გამოწვევა. თუ ვერ აუყევით ფეხის რიტმს, თავისთავად ჩამორჩები და ადგილზე რო ხარ, ეგ არის ჩამორჩენა და რო ჩამორჩები, ხო საერთოდ ჩამორჩენა არის და მე ერთ რაღაცას ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, თავარი მამოძრავებელი ძალა ნანოტექნოლოგიების არის ინფორმაციული ტექნოლოგიები, ხო? მე-3 წელია უკვე თუ მე-4 წელია მაქსიმალური კონკურსი გვაქვს ამ სპეციალობაზე, ამ პროგრამაზე. პლუს ამას უკვე გამზადებულია და როდესაც მოუწევს კლასტერული აკრედიტაცია ამ პროგრამას, ინგლისურენოვანი პროგრამა გადის ასევე და ამ ხრივაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ანუ აქ რო ჩამორჩენა იყოს, მაშინ ასეთი მოდინება არ იქნება ახალგაზრდების, ხო? ანუ ეს ყველაფერი, ეს პროცესი, აი ამ გამოწვევებს უმკლავდება და მეტიც. რა თქმა უნდა, მაგას ვამბობ, ზუსტად მაგას ვამბობ და ამიტომ ვამბობ, რომ ამ ხრივ ნამდვილად ფეხის რიტმს მივყვებით. შეიძლება დიდი მატერიალური ბაზები არ აქვს, მაგრამ ის რაც გვაქვს, იმას მაქსიმალურად ოპტიმალურად ვიყენებ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ ჩამოვრჩეთ პირველ რიგში და ეს ნათელიც არის ბატონ შალვა, სახეზია. ყველა მიმართულებით ესე არის და თუნდაც სამართლის მიმართულებით უბრალოდ მარტივს ვიტყვი,
იმიტირებული სასამართლო პროცესები სადაც კი ტარდება, ჩვენი გუნდები სამეულში ყოველთვის ის კი ბატონო პირველ ადგილზე, მეორე ადგილზე და ეს თავისთავად არ ხდება. რა თქმა უნდა და თქვენ წარმოიდგინეთ პირველ კურსელებიც კი უკვე აქტიურად არიან ჩართულები შარშან პირველ კურსელების ანუ მე თუ არ ვწდები ბრალდების თვალსაზრისით დავიკავეთ პირველი ადგილი და ადვოკატირების მიმართულებით მეორე ადგილი. შესანიშნავი ადგილებია. და ამაში ისა თბილისის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებთან ერთად და არა მხოლოდ დაუშვათ მარტო რეგიონალური იმერეთის რეგიონი, დიახ. არა, ამაში ნებისმიერს ვეჯიბრებით. და არა მხოლოდ ამაში. კი ბატონო. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბატონ შალვა, იცით რა, თქვენ ახსენეთ გუნდი, ახსენეთ და თქვით აღნიშნეთ, რომ ბატონი იმერი მემატიანია ფაქტობრივად, იმიტომ რომ რამდენი წელია უკვე თქვენ ხართ ამ კედლებში და აკეთებთ თქვენ საქმეს შესანიშნავად. ასევე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ბატონი შალვა ფაქტობრივად ამ კედლებში გაიზარდა და არ მოსულა და უშუალოდ დიდი ყმაწვილი როდესაც იყო, ამასაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, როდესაც და მუშაობს, არის წარმატებული პიროვნება, ლექტორი და მისი შვილი ბავშვობიდანვე შეისწავლის ყველაფერს. ეს არა მხოლოდ შესწავლა. აქ არის უდიდესი სიყვარული და სურვილი იმისა, რომ უნივერსიტეტმა, მაშინ ალბათ ინსტიტუტმა თავისი სათქმელი თქვას და ეს დასახული მიზნები მე მგონი სულ ბავშვობიდან იწყება. როგორც თქვენი, ბატონო იმერი, ასევე თქვენი, რა თქმა უნდა, ბატონო შალვა და ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მე რაღაცას დავამატებ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბატონ შალვა. ბატონი იმერის ნათლია ბატონი ლევან სანიკიძე იყო. გასაგებია. ამით ყველაფერია ნათქვა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კი ბატონო, კი ბატონო. სამომავლო გეგმებზე აუცილებლად მოგვიწევს საუბარი, მაგრამ მოდით ჯერ გაცვლით პროგრამებზე ვისაუბროთ. ძალიან ბევრი სტუდენტი მიდის საზღვარგარეთ და ძალიან ბევრი სტუდენტი იღებს განათლებას. როგორ ხდება ამ სტუდენტების შერჩევა, როგორ უნდა მიაღწიონ დაუშვათ მაქსიმუმს, რომ ისინი რჩეულები იყვნენ და შემდეგ რა დადებითი პროცესი მოყვება იმას, რომ არა მხოლოდ აქ ადგილზე იღებს განათლებას, არამედ გამოცდილებას იღებს უცხო ქვეყანაში ახალგაზრდა. ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამაა, მათ შორის თავარი რა თქმა უნდა Erasmus Plus-ით ეს გაცვლითი პროგრამებია, რომელსაც ამ მომენტშიც სარგებლობენ ჩვენი სტუდენტები და მარტივ მაგალითს ვიტყვი, მარტო ეხლა მეორე სემესტრში რუანის უნივერსიტეტიდან, საფრანგეთიდან ფრანგული ენა და ლიტერატურის 4 სტუდენტი იყო წასული და ჩამოვიდა. მე არ ვსაუბრობ ახლა გერმანელები, ინგლისელები, სხვა სამართლის ბავშვები თუ საერთაშორისო ეს უკვე ცალკეა. ეს ცალკეა და მე ვამბობ ერთი პატარა მიმართულებით, მარტო აი პატარას იმიტომ ვსაუბრობ, რომ სტუდენტების რაოდენობა მცირე, თორე უდიდესი ტრადიცია აქვს ფრანგული სწავლებასაც ჩვენ უნივერსიტეტში 1933 წლიდან იწყება, როგორც გერმანულის. გერმანიაში იმდენად დიდი კავშირებია ბევრ უნივერსიტეტს. ყველა ერთად აღებული კავშირი, რო ვთქვათ, მარტო გერმანულის მიმართულების კავშირები გადაწონის ჩვენი. გოეთეს საზოგადოებასთან იქნება ეს თუ ბევრ სხვა საზოგადოებასთან, ეს ყველაფერი და ამაში ლომისვლილი ქალბატონ ნანულის მიუძღვის, რა თქმა უნდა. კაკაურიცეს და ასევე არის ინგლისურის მიმართულება. ჩვენ გაცვლითი, ანუ ლექტორებიც გვყავს, რომელიც უცხოელი ლექტორები, რომლებიც ჩვენთან ასწავლიან, ასეთი ორი ყავდა ამერიკელი ინგლისურის მიმართულებით, ასეთი ყავს გერმანულის მიმართულებით, ასეთივეა ფრანგულის მიმართულებით, ასევე არის თურქულის მიმართულებით, ასევე არაბულის მიმართულებით, სპარსულის მიმართულებით და რავი ანუ ფაქტობრივად პირველი პირისგან იღებს განათლებას სტუდენტი. რა თქმა უნდა და თურქი ლექტორებიც საუყავს, ოღონდ არა თურქულის მიმართულებით, მარტო აი მაგალითად ინგლისურის მიმართულებით ერთი კვირით იყვნენ ჩვენთან ჩამოსული თურქეთის გერესუნის უნივერსიტეტის სტუდენტები თავისი ლექტორით
და ძალიან კარგი პიროვნება არის და ერთობლივი პროგრამაც კეთდება თურქებთან ერთად ამ ინგლისურ ლიტერატურაში, ინგლისური ენა და ლიტერატურის მიმართულებით და ესეთი ბევრი რაღაცები იგეგმება. მე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მინდა ზაფხულში, მე გასულ ზაფხულს ორი ზაფხულის სკოლა იყო, რომელიც მინდა გამოვყო. პირველი ეს ჩატარდა თურქეთში, არის თურქეთის სხვადასხვა უმაღლესებში ჩამოთვლი, ეს არის რიზეში, ეს არის ყარსში, ეს არის დუშჯეში. ართვინს არ აყავს ბავშვები, ყარსაც იმას არ აყავს კიდე არდახანს და აი ეგ ქართულ სექტორზე ვინც სწავლობს იმ ბავშვებისთვის ქონდა ზაფხულის სკოლა. ერთი კვირიანი საზღვრიდან საზღვრამდე ამას ყველაფერს საგაგწერლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აფინანსებდა ერთი კვირის მანძილზე და რა ბანაკებში მოხვედრა. კი ბატონო, ეს იქაური ბავშვები ყავდა მოწვეული თურქეთიდან. და თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლოს დაშორება ეს იყო ზღვაცრემლების ფონზე. და ამაზე მაგარი იყო თქო, რომ თქვა შეიძლება ვიღაცამ დამწამოს წილი, მაგრამ ვიტყვი ფერეიდნელი ქართველები ყავდა ჩამოყვანილი. არა, იმ ვიღაცას ვერ დავეთანხმები, ბატონ შალვა, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ სტუდენტების და ერთი ასაკის ადამიანების მეგობრობა. აქ პოლიტიკური ვითარების გაღრმავება არის და ამაზე მეტი გავაკეთეთ ის, რომ ესეთი გავაკეთეთ ფერეიდნელებზე. ფერეიდნიდან ჩამოვიდა ასევე დაახლოებით 8 ადამიანი, აქ სტუდენტებზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ მამაც იყო, დედაც იყო, შვილიც იყო და შვილიშვილიც იყო ჩამოსული და თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად დიდი სითბო იყო, რომ ამათი წასვლა არ უნდოდა ამ ხალხს და ადამიანები, რომლებიც 40 წლის იყო, 55, 65 წლის, ის პენსიონერი ჩამოსული ისპაჰანიდან თვითონ ქართულად და ისინი, ანუ ამათი ანალოგიურად საზღვრიდან საზღვრამდე ერთი კვირის მანძილზე თავის კვებით, თავისი ბინადრობით ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იყო და აქაც იყო წარმოუდგენელი სითბო და თქვენ წარმოიდგინეთ აი თვალებით ცნამლებით ამესო მე თავად ბატონ იმერსაც ყველას, როდესაც დაშორება რო იყო და ამათ მე პატივცემის ნიშნად ტორტი რო შემოიტანეს იქ ესე რომ ვთქვა სიტკბო კი ბატონო და ესეთია თან უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2 სტუდენტი დააფინანსოს წარმატებული სტუდენტი. არა, დავამთავრე. ფერეიდნელი სტუდენტი, ფერეიდნიდან ქართველი, ვინც არის აკაკი-წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს 2 სტუდენტი უფასოდ ისწავლის, იცხოვრებს და ასე შემდეგ. ერთი სწავლობს მეთორსტები ინფორმაციული ტექნოლოგიებზია და ერთი მედიცინა. აი რამოდენა ადამიანური და ასევე ეს საბრძოლო მომენტიც დავიტყვი რომ აი ფერეიდანში ყველაზე მაგარი ქართველები ცხოვრობენ. ამას ვამბობ ყველგან ყოველთვის მე თავად ვარ ნამყოფი და ამიტომ ვაცლებ თავს. უფლებას რო თქვა, იმიტომ რომ ყველა ქალაქში ვარ თითქმის ნამყოფი თურქეთში, სადაც ქართველები ცხოვრობენ. მათ შორის ეგრეთ წოდებულს ამას გავიმეორებ, თურქმენსხებსაც ვიტყვი შუა აზიაშიც ნამყოფი ვარ და ძალიან ბევრთან დღესაც მეგობრობ მე და უახლოესი სითბო გვაქვს ერთმანეთის მიმართ და მაგრამ იქ სულ სხვა არის. დაახლოებით 9 კილომეტრის გავლას 2 საათი მოუნდით, იმიტომ რომ ხალხი გაჩერებს, გეფერება, აი ესე ხელით გეფერება და შეიძლება მანქანა შეგხვდეს უკანა მინაზე, წარწერა ქონდეს ესეთი, ქართული ენის დამიმიწყებელს დამკრძალავი არ ყოლოდესო. წარმოგიდგენია ეს და ამიტომ ჩვენ რაღაცით რაღაცა ხონდა გავაკეთოთ ამ ხალხისთვის. და ამ რაღაცა მცირედ დააწესეთ ეს კი ბატონო, ეს ამ მცირედს ვაკეთებ.
არ არის ეს მცირედი, მით უმეტეს დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველწლიურად წარმომადგენლობით საბჭომ ის ერთხმად დაუჭირა ერთი წამი პირიქით აი ესეთი აღტაცება იყო ყველას და ეს არის მისასალმებელი. რომ ეგ ყველგან ჩვენთან ვიტყვით რომ რაც გერბზია საქართველოს ძალა ერთობაში. ძალა ერთობაში. ცალკე ის არის ვერაფერს ვერ ვისამთ. ყველა ერთად შეკრული შევკრავთ იმ ძალას რომელსაც ვერავინ ვერ მოერევა. აბსოლუტურად გეთანხმებით, ძალა ნამდვილად ერთობაშია. თებერვალს დაიწყო სწავლა უნივერსიტეტში, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ჩვენ ამისთვის მხოლოდ ერთი კვირით ვემზადებოდით, არამედ უკვე 2024 წლის დეკემბრიდან სასწავლო პროცესის მართვის სამსახური ყველა ფაკულტეტი ჩართული იყო იმ თვალსაზრისით სასწავლო ცხრილების მობილიზებაში, შექმნაში, რომ შექმნილი იყო სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო ცხრილები, იმიტომ რომ დღეს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიის კუთხით არის მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომ ყველა ცხრილი უნდა იყოს ორიენტირებული სტუდენტზე და გარკვეულწილად გათვალისწინებული იყოს სტუდენტთა მოთხოვნები იმისათვის, რომ სტუდენტმა სწორად დაგეგმოს თავისი სასწავლო პროცესი და ამ თვალსაზრისით როგორც ფაკულტეტის დეკანებმა, ისე სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა და სპეციალურმა განყოფილებამ, რომელიც ემსახურება ცხრილების შექმნას, მათ აგებას, აწყობას, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აი 17 თებერვლისათვის მზად ყოფილიყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმისათვის, რომ დაწყებულიყო უკვე სასწავლო პროცესი. აქ მარტო სასწავლო პროცესის მართვის სამსახური არ არის ჩართული, აქ სამეურნეო განყოფილება, საფინანსო განყოფილება, იმიტომ რომ მაქსიმალურად ცდილობს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა კანცლერის მეთაურობითა და ხელმძღვანელობით, რომ ჩვენი ფინანსებიდან გამომდინარე კომფორტული იყოს ყველა სასწავლო აუდიტორია. იმისათვის, რომ სტუდენტს ხელი შეუწყოთ, რომ მან ისწავლოს ნორმალურ პირობებში, შეექმნას მას გარკვეული განწყობა იმისათვის, რომ მაღალი პროფესიული რანგის სპეციალისტად ჩამოყალიბდეს. მით უმეტეს ისეთ უნივერსიტეტში საქმიანობდა მოღვაწეობს, სადაც ჯერ კიდევ 1933 წელს პირველი კათედრა პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის ჩამოყალიბა ცნობილმა დიდმა მეცნიერმა აკადემიკოსმა დიმიტრი უზნაძემ, რომელიც განწყობის თეორიის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი და ავტორი არის და ამიტომ ჩვენ წეგანაც აღვნიშნეთ, რომ გარკვეულწილად ეს მეხუთე თაობა აგრძელებს ამ ტრადიციებსა და აი ამ განწყობის კუთხითაც ჩვენ მუშაობთ იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი იყოს ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე. ამ კუთხითაც ითვალისწინებს სწავლების თანამედროვე მეთოდებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც ევროპული საგანმანათლებლო სისტემისათვის არის დამახასიათებელი. ქალბატონო ნანა და აი ეს ახალი მეთოდოლოგიების დანერგვას თავისთავად განსაზღვრავს სწავლების პროცესის ხარისხსა და მის აკადემიის. მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთი მომენტიც იმისა, რომ წეგან ბატონმა შალომ აღნიშნა, რომ ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება, რომ ფეხი უნდა აუწყო მას. ძალიან ძნელი და რთული არის ამ ფეხის აწყობას იმ თვალსაზრისითაც, რომ ამას ცოტა მეტი ფინანსები სჭირდება, მაგრამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აი როგორმე შეძლოს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა უნივერსიტეტში და მე მინდა მნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა ასეთ საკითხს, რომ ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა დღეს უკვე და მას ძალიან იოლად სარგებლობს ახალგაზრდობა, მარტივად შედის, მარტივად ითვისებენ მას, მარტივად იღებენ გარკვეულ ინფორმაციებსა და ამისათვის უნივერსიტეტი რომ მზად იყოს, რომ მხოლოდ ამ ხელოვნური ინტელექტიდან მიღებულ ინფორმაციაზე არ იყოს დაფუძნებული ჩვენი ახალგაზრდობის სწავლა, განვითარება და აღზრდის პროცესი, გარკვეულწილად შემოვიტანეთ ხელოვნური ინტელექტის სასწავლო კურსი. შეიქმნა ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები ამ თვალსაზრისით, შეიქმნა სპეციალური ხელოვნური ინტელექტის სასწავლო კურსი, სილაბუსი,
და ოღონდ ეს არის რომ სავალდებულო საგნად ამარტებისათვის ვერ ჩავსვით, ის არის არჩევითი საგანი, მაგრამ ჩვენ სტუდენტებს ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვს ამ თვალსაზრისით, რომ ხელოვნური ინტელექტის მოხმარების გონიურული, ასე ვიტყვი, გონიურული ელემენტები მათ შეიცვალონ, ისწავლონ, ასეთი ესა რა ქვია, სასწავლო კურსი ხორციელდება პედაგოგიურ ფაკულტეტზე, მასწავლებლების მომზადების პროგრამაზე, მედიცინის ფაკულტეტზე, იქ უცხოელის კორეიდან ყავთ სპეციალისტი პროფესორი მოწვეული, რომელიც ონლაინ ატარებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ლექციებსა და აი ამ თვალსაზრისითაც გარკვეულწილად უნივერსიტეტი დგამს ძირეულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი სტუდენტებისათვის იყოს შექმნილი ყველანაირი პირობა იმისა, რომ ისწავლონ, მიიღონ შესაბამისი ცოდნა და ავიდნენ განვითარების იმ დონეზე, რა მოთხოვნებსაც დღეს ჩვენი სახელმწიფო და ევროპული და საგანმანათლებლო სივრცე უქმნის ბოლონიის პროცესიდან გამომდინარე. ბატონო, მე დავამატოთ ორი რაღაცა. პირველი, დავიწყეთ სწავლება ჩინური ენის. საუბრობთ ჩვენ 15 სტუდენტი ჩვენი ამ მომენტში სწავლობს. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა კონფუცის სკოლას, რომელიც აფინანსებს ამ სწავლებას. სრულიად უფასოდ. კი, ჩვენი სტუდენტებისთვის. ჩვენ როდესაც გამოვაცხადეთ, ვფიქრობდი მოვლენ ბავშვები არ მოვლენ. კონკურსი იყო რა დონეზე იცით? წარმომიდგენთ. სერიოზული კონკურსი იყო, სერიოზული დაინტერესება და ძალიან მიხარია, რომ ესეთი მონდომებული ახალგაზრდები არიან და ინგლისურად ისწავლება, ინგლისური საშუალებით ისწავლება და როდესაც ჩავატარეთ ეს ინგლისურ ენაში კომპიუტერული ტესტირება ამ საქმის, თქვენ წარმოიდგინეთ 82 ქულა იყო გამსვლელი. იმდენად მაღალი საკმაოდ აკადემიური მოსწავლე ბავშვები და ეს კიდე ყველა მარიცოდა შეიძლება ესე ვთქვა და გაისათ, ახლა ბევრად მეტი იქნება და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, სხვა ისინიც აგვაქვს ონლაინ სწავლება ჩინურის კიდევ ასევე ჩინეთიდან, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ჩინეთის კიუნგის ჩინური მედიცინის სკოლასთან და ასევე მედიცინის სკოლასთან და მათთან ერთად ბევრ რაღაცებს დავგეგმოთ ალბათ კიდე და კიდე პლუსით აი გუშინ სწავლა საქართველოში არავის არ დაუწყია უმაღლეს სკოლაში ჩვენ დავიწყეთ მარტო და რატო თავარი კითხვა კიდე ამასთან დაკავშირებით საფხულში ჩვენი სტუდენტები ძალიან დიდი ნაწილი დასაქმების პროგრამით მიდის გერმანიაში ცოტა გვიან როდესაც ვიწყებდით სწავლას მე სექტემბრის დასაწყისში იყო განმეორებითი გამოცდები და ეს ბავშვები ზოგი ჩამოსვლას ვერ ასწრებდა ზოგი პრობლემა იყო და ეხლა იმას გავაკეთებთ რომ 3 ივლისს როდესაც ბავშვები მიდიან სტუდენტები მიდიან დასაქმების პროგრამით მათ როგორც ძირითადი გამოცდები ესე განმეორებითი გამოცდებიც იქნება მოლეული დასრულებული და ესე უფრო ფსიქოლოგიურად უფრო თავისუფალნი იქნებიან და აქედან ამას უნივერსიტეტი მაქსიმალურად ხელს უწყობს, რომ ამ დასაქმებით სტუდენტებმა მიიღონ როგორც შესაბამისი მატერიალური ანაზღაურება, ასევე გამოცდილებაც, ასევე დროის მენეჯმენტის სწორად ხარჯვა, რისთაც ალბათ დროის მენეჯმენტი უпроსტად დროის ოპტიმალური ხარჯვა, რასაც გერმანია ნამდვილად ვიტყვი რომ ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში და ამით ბევრ გამოცდილებასაც იღებს. რა დამოუკიდებლად ცხოვრება ზოგადად ესეც ერთ-ერთი. კი ბატონო და აი ესეც არის. კი ბატონო. კიდევ აუცილებელია მარტო სასწავლო პროცესიც არ უნდა ვილაპარაკოთ. სამეცნიერო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ძვრები და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ძვრები არის უნივერსიტეტში. ყველა ფაკულტეტი ფაქტიურად ჩართული არის იმით, რომ მით უმეტეს დღევანდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე საერთაშორისო ევროპულ რეფერირებად ჟურნალებში უნდა ჰქონდეს აკადემიურ პერსონალს გამოქვეყნებული გარკვეული ნაშრომები, თავისი სტატიები და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია
გადაიდგა ის ნაბიჯები, რომ ჩვენი აკადემიური პერსონალი მუშაობს იმ თვალსაზრისით, რომ ასეთ საერთაშორისო რეფერირება ჟურნალებში გამოაქვეყნოს სტატიები, ნაშრომები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, აკადემიურმა საბჭომ და წარმომადგენლობითმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება იმისათვის, რომ სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ხარისხი ამაღლდეს უნივერსიტეტში, რომ აი ასეთ აკადემიურ პერსონალს, ვინც გამოაქვეყნებს სტატიებს რეფერირებად ჟურნალებში, შესაბამისი წახალისება მისცეს და 2000 ლარია. თითოეულ სტატიაზე 2500, მაგრამ ხელზე იქნება 2000 ლარი, ისე 2500 ლარი. აი ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იმისა, რომ ხარისხი აიწევს. აგრეთვე ფაკულტეტები ისიც თქვით ბატონო იმერ ჩვენი ჟურნალი რო შედის სხვადასხვა ბაზებში უკვე უნივერსიტეტის ჟურნალი არსებობს 1993 წლიდან მოამბე და ეს ჟურნალიც საერთაშორისო ბაზებში შევიდა უკვე აქვს თავისი კოდი დოის კოდი მინიჭებული და ესეც იმას ნიშნავს რომ აკადემიური პერსონალის მიერ გამოქვეყნებული სტატია აი ელექტრონულად აი ამ ბაზებში არის ფორმულირებული და ჩვენს კვლევით ნაშრომებს გაეცხობა უცხოელი სპეციალისტებიც. ფაკულტეტები კიდევ გეგმავენ თავისთავად სამეცნიერო კონფერენციებს. მით უმეტეს ახლა 35 წელია უნივერსიტეტად გარდაქმნიდან გამომდინარე და ამ თარიღთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კონფერენციები ჩატარდება საერთაშორისო დონეზე, იქნება ყველა ფაკულტეტზე. აღსანიშნავია, რომ აი თქვა იაკობ გოგებაშვილის 185 წელი სრულდება ახლა დაბადებიდან და პედაგოგიური ფაკულტეტი მას მიუძღვნის მისი იუბილესთან საერთაშორისო კონფერენცია, საერთაშორისო კონფერენციას, ასევე ფონდი ინტელექტი ჩვენ ერთად ჩვენთან ერთად უნივერსიტეტთან ერთად ქმნის აგრეთვე და იქნება საერთაშორისო კონფერენცია, საიდანაც უცხოეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან იქნება გამოჩენილი მკვლევარები ჩამოსული და ესე ჩვენ სტუდენტ ახალგაზრდობას აძლევს საშუალებას იმისას, რომ პირდაპირ მოусმინონ იმ მკვლევარებს, რომლებიც გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ კვლევის პროცესებში იმისათვის, რომ სამეცნიერო კვლევითი მუშაობა მაღალ დონეზე იყოს და ისინი გაეცნობიან იმ ევროპის გამოცდილებას მეცნიერული კვლევის პროცესში, რაც იქ არის, რაც ჩვენთვის ჯერ უცნობი არისა და აი ეს თანამშრომლობა ისევ და ისევ ქმნის უნივერსიტეტის პერსპექტივას, ავტორიტეტს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცოტას მივამატე, თორე სხვა ფაკულტეტებს დაწყდება გული. ჰუმანიტარული ფაკულტეტი 6-7 ივნისი ქართულ-თურქული ურთიერთობების მიმართ მიძღვნილი კონფერენცია იქნება, ეს ქუთაისური საუბრები, ჯერ კიდევ ბატონი თემურ შაშიაშვილის დროს ბატონი ტარიელ ფუტკარაძის მიერ ჩაიყარა საფუძველი და აი ეს კონფერენცია წელს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იქნება და ავამხელ წინასწარ და ბატონი ავთანდილ ნიკოლაშვილი არ გამიწყდება ესე რომ ვთქვათ წყალებში. ბატონმა ავთანდილ ნიკოლაშვილმა მიაგნო წიგნს თურქეთში თურქულ ენაზე გამოცემულს, რომელიც იქაც დეფიციტი იყო, სადაც ეს წიგნი ეძღვნება ქეთევან დედოფალსა და დიდ მოურავს გიორგი სააკაძეს. ეს წიგნი ვთარგმნეთ, უკვე რედაქტირება გაკეთებულია. თარგმნა ბატონ ჩვენმა უნივერსიტეტის პროფესორამ ბატონი გიგა ქამუშაძე არის ამის მთავარი ეს შემოქმედი და თვითონ თურქულის მიმართულება, რედაქტირება ბატონმა ავთანდილმა გააკეთა ნიკოლაშვილმა და ამ წიგნის პრეზენტაცია იქნება ასევე აი ეს და კიდევ სტუმრად გვეყოლება თურქი ქართველები და მე ვიტყვი ერთ-ერთი პირველი ვინც არის ამ საქმეში ბატონი ორხან ბერიძე თავისი ესე რომ ვთქვათ ლაზათით იქნება მთლიანად წარმოუდგენელი და ბატონი ორხანის წიგნიც დავბეჭდეთ ჩვენ ასევე მისი თანხმობით რა თქმა უნდა და ამ წიგნის პრეზენტაცია იქნება ასევე და ერთი მთავარი რამ კიდე ალბათ ამ სასწავლო წლის რაც იქნება ამას ჯერ არ ვიტყვი, ესე რომ ვთქვა და ამას სექტემბერში პირობას გაცვლებთ ბატონი მერისთან ერთად მოვალ ისევ და მაშინ ვიტყვი ეს ალბათ არ არის მარტო
საქართველოს მნიშვნელობის პროექტი რაც კეთდება. დაგვაინტრიგეთ, ბატონო შალვა. მაგითო ვაკეთებს, არა გამორიცხულია. და ამას გავაკეთებთ, უკვე ყველანაირი სვლა გაკეთებულია და ძალიან დიდი არქივი ჩამოდის ჩვენთან. საგრანტო პროექტები კიდე. კი, ძალიან დიდი არქივი ჩამოდის ჩვენთან. საოცარია. კი და საგრანტო სამი გუშინ გამოცხადდა გამარჯვებული პროექტები და რუსთაველის ფონდის მიერ და 3 გრანტი არის ჩვენი უნივერსიტეტის. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ 11 თებერვალი არის მეცნიერ ქალთა დღე, საერთაშორისო მნიშვნელობის და 10 მეცნიერი ქალი შეირჩა და საპატიო სიგელით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ დაჯილდოვდა და ესე რა ვთქვა, ორი წარმომადგენელი გვყავს ჩვენ, ღვაწლმოსილი პედაგოგი და ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ქალბატონი მარია სილაგაძე და ახალგაზრდა მეცნიერი თანამშრომელი ჩვენი ასისტენტ პროფესორია ქალბატონი თამარ გუჩუა და რაუდენ ბედნიერება, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ესე მასიურად არის წარმოდგენილი ამ 10 ქალბატონიდან 2 სამეცნიერო კვლევითი კუთხით. კი, და ესე რომ ვთქვათ, მეცნიერების თვალსაზრისით საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი თავის სიტყვას ამბობს ყოველთვის და გრანდიოზული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იგეგმება ევროპელებთან ერთად, სადაც ჩვენი საპატიო პროფესორი სლატკოვსკი ჩამოდგის, ბატონი ალექსანდრე, აქ ჩამოდიან პოლონელები, უნგრელები, ბალტიისპირელები, შუა აზიიდან და ერთი კვირა სექტემბრის თვეში ზუსტად რიცხვები არ მახსოვს იქნება. აცისო იოლია უმასპინძლო ამხელა დელეგაციებს. პლუს ასევე საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი თალკი აკეთებს თავის კონფერენციას, ასევე აგრარული ფაკულტეტი და ყველა ფაკულტეტი და მე მინდა ვთქვა ისიც, რომ ძალიან წარმატებული ხარ ტელეკომპანია რიონის ესე რომ ვთქვათ არეალში შეიძლება ბოლომდე არ შედის, მაგრამ ფოთში ჩვენი საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტი ისიც თავისი წარმატებებით ნამდვილად გამორჩეულია და ესე რომ ვთქვათ დასავლეთ საქართველოში ჩანვართ. არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. მე მინდა ვთქვა, რომ აი სრულიად დედამიწაზე და არ არის ეს ხმამაღლა ნათქვამი, იმიტომ რომ თქვენთან სტუდენტი, რომელმაც თქვენთან დაამთავრა, სტუდენტები, რომლებიც ამთავრებენ აკაკეტერთა სახელმწიფო უნივერსიტეტს, ისინი არა მხოლოდ საქართველოში მუშაობენ, შემდეგ განაგრძობენ მუშაობას სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ უნებრივია მთელი დედამიწა, რა თქმა უნდა შეიძლება. ჩვენი კურსდამთავრებული არის გერმანიის მიწის მოსამართლე. ჩვენი კურსდამთავრებული არის დეკანი ამერიკაში ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში. ჩვენი კურსდამთავრებული ასწავლის ამერიკაში რამდენიმე უნივერსიტეტში, ასევე როგორც პროფესურა, ეხლა არ ვლაპარაკობ აზიას, არ ვლაპარაკობ ევროპას, ესპანეთში და ბევრია ესეთი. ამიტომ ყველად არ მithქვამს სრულიად დედამიწა, სხვანაირად წარმოუდგენელია. მე მგონი, არ ვიცი, ბოლომდე ანტარქტიდაზე არ გვეყოლება არავინ, თან დანარჩენი ყველა კონტინენტზე ვარ. ავსტრიაში ვარ. ავსტრალიაში ვარ, კი, ვიცი. კი, ვარ. აი როგორც ჩვენ ფოთში ვართ. ბატონ შალვა, ანუ ჩვენი მაუწყებლობა ფოთსაც რა თქმა უნდა ცდება და ბათუმამდე გვაქვს მაუწყებლობა, შესაბამისად ესეც საინტერესო იქნება, რომ ცალკე გადაიწერენ და აუცილებლად ნახავენ. აი ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. მე შემიძლია ვთქვა, რომ დაუსრულებლად ისაუბრებთ ალბათ იმ წარმატებების შესახებ და იმ სამომავლო გეგმების შესახებ, რაც დასახული გაქვთ და არ ეყოფა ამას არც ერთი გადაცემა. არანაირად არ შემეძლო გვერდი ამევლო 13 თებერვლისთვის, 92 წლიანი იუბილეისთვის. მე უფრო მომწონს თითქმის საუკუნოვანი, აი რაღაც ეს უფრო მომწონს თითქმის საუკუნოვანი რაღა აკლია და ამ თითქმის საუკუნოვანი საგანმანათლებლო სივრცეში ყოფნა ისეთი წარმატებით, როგორც თქვენ ახერხებთ, არ ვიცი. თუ გავითვალისწინებთ, რომ პედსასწავლებლის ბაზაზე გაიხსნა უკვე საუკუნეა.
აჰა, უკვე საუბარი ბაზაზე რომ გაიგოს საუბარია. უკვე საუბარი. იმ ისტორიებს ჩვენ არ ვიღებთ იმას, იმიტომ რომ ისიც აქვს შესწავლილი ბატონი ვერს. ისიც შესწავლილია. როგორც განათლების კერა 1874 წლის 1 ივნისიდან იწყებს თავის იმას არსებობას, ხო? აი იქ იყო პროგიმნაზია. ოღონდ ის ამ შენობაში არის, ამ შენობაში არის. ეს შენობა 1903 წლიდან არის. ხო. გავაგზავნოთ გადაცემა და თავიდან მე იმ ბაზარში დაიხსნა ინსტიტუტი და ამის კუთხით განათლების კერის კუთხით 156 წელი, 150 წელი. დიახ. გაცილებით მეტი ვიდრე ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა. ცალკე საუბრის თემა, რომელზეც აუცილებლად ვისაუბრებთ, მომეცით პირობა, როგორც იმაზე, ერთი რამ თქვენ რო ახსენეთ, რომლის შესახებაც დაგვირდით, რომ სექტემბერში აუცილებლად მოგვეყვებით. აუცილებლად. ისედაც გაიგებთ, კაროდონ, ეს ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, რომ გაიგებთ. აი, როგორ გიშვებთ, კულისებში მითხარით, ბატონო. არა. არ შეიძლება, უღრმესი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ. რაღაც ბოლომდე არა ვარ მაყოფილი, იმიტომ რომ დაინტრიგებული ვარ და ვერ მივიღე პასუხი. არც კულისებში მაქვს შანსი, ფაქტია. ჩვენს ტელემაყურებლებს არ უნდა შეხსენება, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ გადაცემის სტუმრები გახლდათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი იმერი ბასილაძე. მადლობა რომ იყავით ჩვენთან. შეიძლება. წამყვანი გახდათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ვით ყველაფერია მოხდა. ესაც ისევე მშობლიურია ბატონ შალვა, რადგანაც თქვით ეს წინადადება, იმიტომ რომ დედაჩემი, მამაჩემი, მე, ჩემი შვილები და ჩემი შვილიშვილი. ყველა ამ პედაგოგიური და ხალხო უნივერსიტეტის საოჯახო ტრადიცია უკვე ჩემთვისაც და ჩემთვისაც ისეთი მშობლიურია. ვერ მოვასწარით სპორტსმენებს ეგვესაუბრო და შემიძლია ის თქვა რომ ქალბატონი ნანა შვილიშვილი წარმატებული მსროლელია, ესეთი მეორე ვაჟიც გვყავს, ესე შუბლაძე, მუმლაძე, ბოდიში, ორივე საქართველოს ნაკრების საქართველოს ნაკრების ბევრი საერთაშორისო ტურნირის და ახალგაზრდული ევროპის და მსოფლიოს პრიზიორები და გამარჯვებულები არიან. ნამდვილად. ესეთი ბევრი სპორტსმენი გვყავს ხოთაშორის. მათ შორის რივშიც რაგბზე აღარ საუბრობ, ჭიდაობაზე და ბევრი ფეხბურთელები და ასე შემდეგ. აბსოლუტურად გეთანხმებით და ისიც აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ხელშეწყობა რომ არა, ეს ბავშვები ვერ მიაღწევდნენ იმ წარმატებას, რასაც აღწევენ, იმიტომ რომ თუკი სტუდენტს აქვს გულში პრობლემა, დაუშვათ ან საგანი დარჩება და მისი გადაბარების საშუალება არ აქვს, ან ასე შემდეგ, თქვენ უწყობთ გეგმიურად ისე ხელშეწყობა, რომ შემდეგ სპორტსმენებმა გვასახელონ და საქართველოს აი ეს წარმატებული სპორტსმენების აბსოლუტური უმრავლესობა სრდილობით გამორჩეული ახალგაზრდები არიან და ეს არის ორ მაგაცასიამოვნო კი ბატონო და იმიტომაც არის ლამაზად ნათქვამი ხო 1000 კაცი დაფასდა და 10000-ად ზრდილობაო და სახია ესეთი ზრდილობიანი ახალგაზრდები მე არა მარტო ოჯახების, არამედ ჩვენი ქვეყნის მის პარკლებს გარეთ. ესპანები არიან გარეთ. კი ბატონო, დათათუთაშხია გენიალურია ამ ხრივ. კი ბატონო. იმიტომ რომ ისინი წვრთნას არა მხოლოდ სპორტში გადიან, არამედ ძალიან ბევრ ამაში ნინო სალუკვაძის სკოლას რო გაივლი, ხალი რომელიც გინესის რეკორდების წიგნში არის შესული, იმასაც ვიტყვი. ორგზის გინესის რეკორდსმენია. კი ბატონო, 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე 2 медаლი აიღო. დიახ. კი ბატონო და იმის შემდგომ ყველა ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა, 11 არის ესეთი და ასეთი ქალბატონი არ ყავს სოფლიოს. არ ყავს სოფლიოს და მივესალმოთ მაშინ. ბებორო ნამდვილად მივესალმოთ მაშინ. ქალბატონ ნინო სალუკვაძეს, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული მუნიციპალიტეტის ქალაქის, ეს არის ერის სიამაყე, ადამიანი ქალბატონი, რომელიც 10 ჯერ იყო ოლიმპიადაზე, 10 ჯერ ასახელა ოლიმპიადაზე საქართველოს, თორემ სხვა შეჯიბრებებს თუ ავიღებთ, წარმოუდგენელია და თქვენ უნდა რადგანაც მომეცით ამის ნება, უნდა ნახოთ როგორც თვნის ის ახალგაზრდებს. მე პირადად ჩემი იოანე ხვარეშია, ძალიან დიდი მადლობელი ვარ. 13 წლის ასაკში იყო პირველად, როდესაც ოქროს медаლი აიღო საქართველოს ჩემპიონატზე და ბუნებრივია რომ არა ქალბატონი ნინო სალუკვაძე
ამ სპორტში ძალიან რთული იქნებოდა ესეთი ახალგაზრდების და ეს ფოტოშორის მაგ ოლიმპიადის ოლიმპიური ჩემპიონია ფეხბურთში გელა კეტაშვილი სხვათა შორის არა მე სხვა რაღაცა და ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია აჰა გელა კეტაშვილი სწავლობდა გელა არ იყო ქუთაისელი მაგრამ ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა და იყო ჩვენი პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი მე თუ არ ვწდები ნუ ქართველებიდან რო არავინ არ არის ეს ფაქტია ოლიმპიური ჩემპიონი სხვა ფეხბურთში მარტო გელა კეტაშვილი ხო ასე მახსოვს და უკვე ყავს ხალი ლეგენდა კი ბატონო უღრმესი მადლობა. აბსოლუტურად ესე ისეთი ადამიანები მყავს სტუმრად, აბსოლუტურად ყველა სფეროს შეუძლიათ შეეხონ, იმიტომ რომ თქვენ ხელში გამოიარეს ამ ახალგაზრდებმა, იმ წარმატებულებმა, გინდათ სპორტსმენები აიღეთ, გინდათ ლექტორები, გინდათ ექიმები, მასწავლებლები და ასე შემდეგ და ბუნებრივია თქვენ მათზე უფრო მეტის თქმა შეგიძლიათ, ვიდრე მე ან თვითონ ჩვენგანს. უღრმესი მადლობა. მხოლოდ წარმატებები მისურვებია პირადად თქვენთვის და რა თქმა უნდა ჩვენი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის და ტელემაყურებლებს მინდა დავემშვიდობო ამ ფორმატით მომავალ სამშაბათამდე ზუსტად 19 საათზე შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა. ნახვამდის. მადლობა მიყავით ჩვენთან ერთად. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად.